თბილისის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა, რადიო იმედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და კახა გალაშვილთან ერთად დილის სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. მოგესალმებით, სვიფასო მეგობრებო, მოგესალმებით ზაზა. კახა ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკით საუბარი, რომელზეც ჩვენ უნდა გვისაუბრო აგვიხსნა, რაც ეხება კალათბურთს და მომავალს, თუმცა ჩვენ აუცილებლად გამოეხმაურებით ევროპულ საათასო შეხვედრებს, რომელიც საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა, საფეხბურთო სიახლეებს, მაგრამ ალბათ მთავარი თემა მაინც არის ის სიახლე, რომელზეც უნდა გავაკეთოთ ახლა აქცენტი კალათბურთთან. გუშინ გახდა ცნობილი, რომ 16 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი A დივიზიონის გუნდებს შორის, ანუ ელიტის ბინადარ გუნდებს შორის გაიმართება თბილისში. სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო ეს ტურნირი, თუმცა გადმოიტანეს სტამბოლში, თურქეთშია დაგეგმილი შემდეგ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ამასაკის უფრო კონკრეტულად კი 17 წლამდე კალათბურთელთა შორის, ანუ ეს ასაკობრივი გუნდები, ასაკობრივი ფორმაციის გუნდები ერთ წლის შემდეგ უკვე 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას და თბილისური ტურნირის საუკეთესო 5 გუნდი მოიპოვებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოცდის უფლებას. 16 წლამდელთა შორის მოგეხსენებათ ერთადერთი ჩვენი ქართული ასაკობრივი გუნდებიდან არის სწორედ 16 წლამდელთა ნაკრები, რომელიც კი ბატონო ელიტურ შინაურ კედლებში ითამაშებენ. კი, რა თქმა უნდა, თბილისში. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა მათთვის. კი, არის უპირატესობა, როგორც ხდება ხოლმე ამ უპირატესობა არის, რა თქმა უნდა, შინაური კედლები, მშობლიური გულშემატკივარი, თუმცა დამატებითი ასაგებია ეს გადამწყვეტი არა, რა თქმა უნდა, რომ ის მოლოდინი, რაც აქვს გულშემატკივარს, უნდა გამართლო, თუმცა ახალ ამასაკში, რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლებია წნეხები. ნუ ახლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეს გზავნილი, რომ მოთხოვნილება არ არის, მხარდაჭერა გააქვს. რაც შეეხება ვადებს 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ეს ტურნირი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ჯერ არ არის ბოლომდე დაწყნარებული სიტუაცია სტამბოლში, ზოგადად თურქეთში, ამიტომ FIBA-ს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე რა თქმა უნდა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ იმუშავა და მიიღო ეს პატივი, რომ გვერგო საქართველოს პატივი, რომ ეს ძალიან სერიოზული ტურნირია, ასაკობრივი ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. აღნიშნული იქნა კიდეც ის, რომ საქართველო არის საამაყოდ ჩვენთვის ყველაზე, ასე ვთქვათ, წყნარი რეგიონში წყნარი ქვეყანა, სადაც შეიძლება ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარება, საერთაშორისო ტურნირის ჩატარება. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, საქართველოს ნაკრები, როგორც უკვე აღნიშნეთ, მიიღებს მონაწილეობას მასში. ნიკა ბურჯანაძეა 16 წლამდელთა მთავარი მსმენელი საკალათბურთო კლუბ ვინგზის დამფუძნებელი და მთავარი მსმენელი. ვინგზი კი კალათბურთის გულშემატკივარს მოეხსენება საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში პრაქტიკულად ყველა ტურნირზე იქნება ეს 16 წლამდელები, 14 წლამდელები, ბელიგა თუ ასე შემდეგ, მუდმივად ფავორიტთა შორისაა ბოლო წლებია და დამსახურებულად არის ბურჯანაძე წარდგენილი მთავარ მსმენელად ამ ნაკრებისა. მანამდე ის ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი ასისტენტი ნიკა ცინცაძის, რომლის თაოსნობითაც გავიდა ნაკრები B-დან A დივიზიონში. შარშან შევინარჩუნეთ A დივიზიონის საგზური და ეხლა რა თქმა უნდა ადგილის შენარჩუნება და პლუს კიდე გადასარევი შედეგი იქნება თუ ხუთეულში მოხვდებით. აქვე აღნიშნოთ ვინ რა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს გარდა: საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ისრაელი, ლატვია, თურქეთი, ლიეტუვა, გერმანია, ფინეთი, სლოვენია, ესტონეთი, რუმინეთი, შვეიცარია. ანუ რუმინეთი, შვეიცარიაც ასაკობრივ გუნდებს შორის შეიძლება ძალიან ბევრი სენსაციები დაფიქსირდეს, მაგრამ საკალათბურთო ტრადიციული ქვეყნები პრაქტიკულად ყველა გუნდი ჩამოვა ჩვენთან და უძლიერეს შემადგენლობით. ევროპის მომავალი საკალათბურთო ვარსკვლავები მომავალი საკალათბურთო ვარსკვლავები გეთანხმები აბსოლუტურად. პროფესიულ და კიდევ ერთხელ მინდა ეს პირადად მეც და ალბათ ყველამ რომ შევიტყვეთ, რომ თბილისში ჩატარდებოდა ეს ტურნირი გარკვეულწილად რაღაც სენსაციით მოულოდნელობის გარეშე მივიღიმე, რატომ? იმიტომ რომ საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველა
მაღალი დონის საკალათბურთო და არა მარტო საკალათბურთო საერთაშორისო ტურნირები სხვადასხვა სპორტის სახეობებში ძალიან დადებითი შეფასებები ხვდა წილად თქვათ იგივე კალათბურთზე ვსაუბრობ FIBA-ს მხრიდან ჩვენთან 3 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართა როგორც ვახსოვს და იმავე პერიოდში გაიმართა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი თბილისის არენაზე ასე რომ გამოცდილება აქვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ესეც რა თქმა უნდა იქნა მიღებული მხედველობაში რომ ეს ტურნირი ჩატარებულიყო ჩვენს დედაქალაქში. ასე რომ 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე კალათბურთელთა შორის კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელს პირველ მეხუთე ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც გაისად უკვე თურქეთში გაიმართება. ყველა მატჩი გაიმართება თბილისში, ხო? თბილისში გაიმართება ყველა მატჩი ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული ფლეი-ოფის ფინალის ჩათვლით. ანუ აგვისტოში ვინც დასასვენებლად ვერ გავა თუ არ გავა დედაქალაქში სიცხის მიუხედავად იქიდან ცოტა ხნის შემდეგ გართობის კარგი საშუალება ექნება. დაიწყება უკვე ევროპის ჩემპიონატი, ევრობასკეტი 2025, სადაც საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის მუდმივი მონაწილე მეექვსედვართ, ასევე ანუ საკალათბურთო ციებ-ცხელება გველის აგვისტოში. კვიპროსში ითამაშებს საქართველოს ნაკრები. აქვე კალათბურთის თემა განვავრცოთ ტურნირის მასპინძელთანაც მოგვიწევს ჩვენ იქ შეხვედრა, ხო ასეა? კვიპროსი, საბერძნეთი, ბოსნია, იტალია და ესპანეთი. კი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან ძლიერი გუნდი, თუმცა ვისაუბრეთ ჩვენ მის შესახებ რომ კი მძიმე ჯგუფია რა თქმა უნდა კატიტულოვანი ნაკრებები ევროპის მოქმედი ჩემპიონის ჩათვლით მაგრამ საქართველოს ნაკრები დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე არავის ნაკლები არ არის თქვათ გნებავს იგივე იტალია ვიღოთ იტალია რომელიც ტრადიციულად ყოველთვის ძლიერი იყო ნუ მაგრამ ეხლა დღესდღეობით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე ძლიერი შემადგენლობა ვიტყვიმე რომ იტალიას არ ყავს მე რა მახსენდება იცი ბოდიში კახაკი შეგაწყვეტინე წელი ზუსტად არ მახსოვს და დაემთხვა ისე რომ 2 თუ 3 დღიანი ინტერვალით საქართველოში იმართებოდა მატჩი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღებულობდა იტალიის ნაკრებს და იმავე დღეებში იმართებოდა საქართველო-იტალიის საფეხბურთო მატჩი. ეს ის პერიოდია ტოტი რო თამაშობდა, მაშინ მახსოვს იტალიელი ჟურნალისტების კომენტარი რომ ფეხბურთში გაქვთ შანსი რომ მოგვიგოთო, შეგიძლიათო ისეთი ნიჭიერი და ტალანტის ფეხბურთელები ყავთო, მაგრამ ახლანდელი შემადგენლობით კალათბურთში ვერ მოგვიგებთო. გვარი არ მახსოვს და 8 ნომრიანი მახსოვს იტალიელთა შემადგენლობაში საკალათბურთო ნაკრებში, რომელიც სიმაღლით იყო მე მგონი ყველაზე დაბალი, მაგრამ აი სადაც კი ბურთს მიიღებდა სამქულიანი ხაზის იქით, ყველა მისის ტყორცრა იყო 3 ქულა გარანტირებული. ვიყავი იქ მატჩზე და ძალიან საინტერესო იყო. ნუ ფეხბურთში წავაგეთ მაშინ სამწუხაროდ არ მართლა გქონდა შანსი. მოცემულობა იყო ფეხბურთშიც. ფეხბურთშიც და კალათბურთშიც კი. ეხლა უკვე არა, კალათბურთზე აღნიშნეთ უკვე რომ იტალიაზე უკვე გავასწარით. იგივე საბერძნეთს ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს რა თქმა უნდა ევროლიგის და ევროთასების მონაწილე გუნდები პლუს იანისი ატეტაკომპუ, თუმცა იანისის გარეშე საბერძნეთი ის არ არის, სადაც დამეცა განსხვავება. კალათბურთის თემას განვაგრძობ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღევანდელი მატჩები, უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთი დღევანდელი შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სან-ანტონიოს ფურსმა, გუნდმა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. დღეს სან-ანტონიო დენვერში ადგილობრივ ნაგეტსს სტუმრად, თუმცა ფავორიტი ლიდერის გარეშე, ნიკოლა იოკიჩის გარეშე თამაშობდა, ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა დღეს იოკიჩმა და აქედან გამომდინარე ისევე როგორც საბერძნეთზე ვისაუბრეთ და ადენტოკომპოზე, ასევე დენვერი იოკიჩის გარეშე შედარებით სუსტია. ეს უპირატესობა გამოიყენა სან-ანტონიომ და მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა დენვერი 113-106 და რაც ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნოა, ერთ-ერთი საუკეთესო ამ შეხვედრაში სტუმართა ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილი გახდა. სანდრომ 23 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 16 ქულა 10 მოხსნა და ეს ამ გამარჯვებაში როგორც უკვე აღნიშნე ქართველი ფორვარდის წვლილიც დიდია. საუკეთესო კი პირადი სტატისტიკური მაჩვენებლებით მასპინძელთა მცველი რასელ ვესტბრუკი იყო 30 ქულა 11 მოხსნა, მანაც ორმაგი დუბლი შეასრულა, ასე რომ სანდრო ბრწყინვალე ფორმაშია, შესანიშნავ სეზონს ატარებს ისევე როგორც გოგა ბითაძე.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ორივე მათგანი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იქნება, ამას დაემატება იგივე თორნიკე შენგელია, გუნდის კაპიტანი, ძალიან კარგი ლეგიონერი ამერიკელი კამარ ბოლდუინი და ჩვენი ბიჭები, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, იგივე გიორგი შერმადინი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იქნება მისი ბოლო სანაკრებო ტურნირი, ანუ ევრობასკეტის შემდეგ შერმადინი დაასრულებს ნაკრებში გამოსვლას საქართველოს დამსახურებული კალათბურთელი და კალათბურთელი, რომელსაც უდიდეს სიწვრილი აქვს შეტანილი ქართული კალათბურთის განვითარებაში, ასე რომ გიო შერმადინისთვის ეს ბოლო სანაკრებო ტურნირია და იმედია წარმატებულ და მაღალ ნოტაზე დაასრულებს სანაკრებო კარიერას. გადავიდეთ ფეხბურთზე. გუშინ თასების ფორმატში, თასებისთვის მებრძოლთა კლუბების შეხვედრა გაგრძელდა, გაიმართა. ამ მხრივ ალბათ გამოსარჩევია ესპანეთი, სადაც ძალიან სერიოზული და დრამატული მატჩი შედგა ატლეტიკოს მადრიდსა და ბარსელონას შორის. საპასუხო შეხვედრა, იმიტომ რომ პირველი იყო იმდენად შოკური ალბათ ბარსელონასთვის, რომელიც ჩაუტარა მადრიდულმა კლუბმა 4-2, საბოლოოდ დასრულდა ანგარიშით 4-1 და უსერიოზულესი შანსი ჰქონდა ატლეტიკო მადრიდს, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, თან ის თამაში ეჩვენებინა, რომლითაც იგი გამოირჩევა ზოგადად ალბათ ესპანეთის ლიგაში, ის სტილი, რომელიც არ აქვს არც ბარსელონას, რომელიც უფრო მეტად გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და არა აქვს თქვათ რეალს, რომელიც გახსნილსაც თამაშობს და დახურულსაც, აქ მაგალითად უფრო შეკრული თამაში აქვს და აი ამ შეკრულობით ძალიან ხშირად აი ამ პრაგმატული თამაშით ყოველთვის ხშირად გასულან შედეგზე, თუმცა ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდ მოხდა, ყველა ელოდებოდა ალბათ მინიმალური ანგარიშით დამთავრებას მატჩისას 1-0 ან 2-0 და გამართლდა 1-0, თუმცა სასარგებლოდ არა ატლეტიკო მადრიდისა და დიეგო სიმეონეს ბიჭებისთვის, არამედ ბარსელონას ამ გუნდისგან მხოლოდ 1 გოლის გატანა ის ნაკლებად შეჩვეული ამბავია. ატლეტიკოსთან ნებისმიერი გუნდისთვის მოსულოდნელია მხოლოდ 1 გოლის გატანა. რა თქმა უნდა და ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ატლეტიკო საერთოდ მარტო ამ სეზონში არა, თითქმის ბოლო წარმატებული წლები აქვს, თითქმის ერთი შემადგენლობით ახერხებს დიეგო სიმეონე ფონს გასვლას და ესპანურ ფეხბურთში ლიდერ ბარსელონასთან რეალთან. ხო, ყოველთვის ეჭირება ამოს. კი, ეს და ასევე ევროთასებზე წარმატებით გამოდის, მაგრამ გამომდინარე, თქვათ, ეთყობა კლუბის მცირე ბიუჯეტიდან და იმ მოკლე სკამიდან, როგორც ითქვიან, ესეთ მარათონულ მატჩებს და დამატებით დროს ვერ უძლებს უკვე ფეხბურთელები, სრულფასოვანი შემსრულებლები არ ყავს ზეითად შემადგენლობას და ასე იყო ეს გადართული აი ურთულესი შეხვედრები ჩაატარა ხო რეალიდან დაწყებული ეროვნულ ჩემპიონატში ახლა თალზე და გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო რომ ბარსელონა რომელიც ყველა ტურნირზე ძალიან მაგარ ფორმაშია, თან ბარსელონას ახლა შეიძლება ფსიქოლოგიურად ატლეტიკო მადრიდზე მეტად დომებოდა. ანუ ატლეტიკო მადრიდს გასაგებია, რომ ჩემპიონობის შანსი წელს არ აქვს ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა ამ ლოგიკით თასები უნდა ყოფილიყო მისთვის, ასე ვთქვათ, მთავარი სამიზნე. მაგრამ ბარსელონას უფრო მაღალი თამასა აქვს, იმიტომ რომ აქვს ტრიპლის შანსი. მოიგოს ერთიც, მეორეც, მესამეც და მესამეს მოგებისთვის ბოლო ნაბიჯი. PSG ბევრად უფრო მარტივად არის, ხოლო თვითონ არის მეფე, როგორ მიუნხენის ბაიერნისა არ იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დორტმუნდის ბორუსიას პარტნიორები. მოკლედ ელ კლასიკო კიდევ ერთხელ შედგება თასების ფორმატში და სხვადასხვა საინტერესო ის არის, რომ ბარსელონამ თუ კი პირველი მატჩი დაასრულა ანგარიშით 4-4 ატლეტიკო მადრიდთან, რეალ მადრიდმა რეალ სოსიედადთანაც ასევე 4-4 დაასრულა მატჩი და მანამდე 1-0 იყო რეალის სასარგებლო. ორივეგან ერთი და იგივე ანგარიშები დაფიქსირდა. შესაბამისად, აბსოლუტურად დამსახურებულად ერთი მაღალი რანგის კლუბები ერთი დონისა თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც მონაცემებით ერთი უსწრებს, რაღაც მონაცემებით 26 აპრილის გველის ბარსელონა რეალის ფინალი სევილიაში თან გვიან არ გაიმართება, ცოტა ადრე გაიმართება ჩვენი დროითაც და საყურებლადაც ისეთი კომფორტული დროა. ნუ ეს მე საუბრობ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენთან ჩემპიონთა ლიგის მატჩებია გვიან იწყება და მე ჩვენ დილით ადრე გვიწევს, ცოტა რთულია ხოლმე. ამიტომაც გავუსვი ამას ხაზი. მე მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ დეტალს, ანუ ძალიან სერიოზული, დრამატული მატჩი შედგა და ბარსელონა მისთვის უჩვეულო მინიმალური ანგარიშით მოუგო ატლეტიკო მადრიდს, იმ კლუბს
ფეხბურთს, რომლისთვისაც ეს მსგავსი ანგარიში ყოველთვის ნორმა და სტანდარტი იყო მეტწილად არის. ლამინ იამალის თამაში უნდა გამოვყოთ ისევ საოცრებები აკეთა ამ ბავშვმა. მართლა არის უნიკუმი ბარსელონისა. ბარსელონას სხვათა შორის იგივე რეალისა თუ სხვა ესპანური კლუბებისგან განსხვავებით ტალანტები არასდროს აყლა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სამჭედლო აქვს და ეს არის ჩემი აზრით უნიშნულოვანესი და უპირატესობა კლუბის ბარსელონისა და თვითონ ზრდიან ფეხბურთელებს. მათ შორის არის ლამინ იამალი, რომელიც იმის მამინდა რომ არაერთი მსგავსი გამონათება იყო, მაგრამ მე ფეხბურთში სტაბილურად დარჩენა შენ მოგეხსენება რა რთული საქმე, მაგრამ ლამინ იამალს მე მგონი აქვს ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა იგივე ანსუ ფატისგან განსხვავებით და სხვებისგან განსხვავებით იგივე დემბელი რომელიც თითქოს ამოვიდა მერე ჩაქრა მაგრამ ახლა სასწაული სეზონია პარიზში და მე მგონია რომ ისიც მაინც პერიოდულობის ფეხბურთელი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელები ყავს ბარსელონას ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა იგივე ფერან ტორესი თქვათ იგივე დროგბუში სწორედ მან გაიტანა ეს გადამწყვეტი გოლი ხო იქ გავიდა არ ვიცი ძალიან ბევრი ეს ახლანდელი თაობა და გავიხსენოთ ძველი თაობის ფეხბურთელები ხავი ინიესტა ლიონელ მესი აი ბარსელონას გაზრდილეს სკოლის აკადემიის გაზრდილები ეს მე მგონი ის ჰოლანდიური სული აქეთ გადმოვიდა გახსოვს ადრე აი ერთი 20 წლის წინ 25 წლის წინ აი ჰოლანდიური აიაქსის საფეხბურთო სკოლა მე მგონი იყო სულ ყველაზე მაგარი იმიტომ რომ სისტემას აკწყობილი ქონდათ გადასარევად გამოზდიდნენ ვარსკვლავს ახლად გამოჩეკილი ვარსკვლავი იყიდებოდა კარგ ფასად და მე თამაშობდნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხო ერთ-ერთი ფეხბურთს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ყოველთვის ბარსელონასთან და ეხლა მე ეს ბოლო წლები ამაგიდან ჰოლანდიური სული მე მგონი აქეთ გადმოვიდა სამწუხაროდ სასკოლო ბაზაზე თქო იმიტომ რომ სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ხოზე გვარდიოლას დამსახურება ბარსელონას აი დღევანდელობა რაც არის ბარსელონასე აი ეს რომ იგივე მესის ფაქტობრივად რაიკარდის პერიოდიდან იწყება გვარდიოლას მოღვაწეობა ბარსელონაში და როგორ მოგესალმება გვარდიოლა იყო ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის ასაკობრივ გუნდებს კურირებდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო რომ კომუნიკაცია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის თავად მენეჯმენტ შორის ყოფილიყო კატალონურ ენაზე რო ყველა ვალდებული ყოფილიყო კატალონურ ენაზე ესაუბრათ და აქცენტი გაკეთებულიყო ადგილობრივ ფეხბურთელებზე და ყველა ის ვარსკვლავი რომლებიც შემდეგ წამოვიდნენ ფაქტობრივად ყველა კატალონიელი იყო და იმიტომაც იყო ხო ეს მსოფლიო ევროპის ჩემპიონატი შემდეგ კიდე ევროპის ჩემპიონატი გუნდის ხერხემალი ესპანეთის ნაკრებისა იყო ბარსელონას 7-8 კაცი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ეს ანუ განუზომლად დიდია გვარდიოლას დამსახურება ბარსელონას ისტორიაში საფეხბურთო ისტორიაში არაერთი დიდი მსმენელი და ფეხბურთელი ბარსაც იმ კედლებიდან თვითონ გვარდიოლას იქიდან აღმოცენებულია თავიდან ბოლომდე სრულად აბსოლუტურად და ანუ ის აიაქსი რომელიც იყო კრუიფის, ფრენკ რაიკარდის, რომელიც მე ბარსელონაში, არ ვიცი, ოვერმარსის, ვანდერსარის, ვან ბასტენის, აი მათი აი ასეთი დიდი ფეხბურთელების გამზრდელი ზედორფი სიძე იყო, ცნობილია და კრუიფი. ასე ჭორების ხი დადიოდა რომ თავიდან ეხანა ეს სასაცილო რა თქმა უნდა რომ რაიკარდს მიღწევები ჰქონდა ხო ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და რონალდინიოს პერიოდია კი ბატონო და მან უმრავლესი საქმეები წდება კრუიფის ანუ კრუიფი თქვა დირექტივებს აძლევს რაიკარდს ფაქტობრივად რაიკარდს მანამდე არც იმის არაფერი ცუდი მითითებები არ მიუწია მაშინ მოკლედ მე იმის მამინდა რომ აი ისეთი აი როგორც ჩამოთვალე ესეთი ფეხბურთელების მათ შორის იგივე ედვინ ვანდერსარიან და არ ვიცი რა ფრანკ დებური აი ესეთი ფეხბურთელების გამზრდელი აიაქსი ესე აი ასეთების სამჭედლოს ესტაფეტა მე მგონი ბარსელონას გადაცა იმიტომ რომ აიაქსი უკვე ბოლო წლებია დააკვირდი აღარ არის ეს ისა კონვეიერი არ მუშაობს შეიცვალა საფეხბურთო მიდგომები ადრე მაგალითად ეხა იმ პერიოდს როდესაც შენა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის აბსოლუტურად განსხვავებული იყო სამხრეთ ამერიკული ვისაც ახსოვს თქვა იგივე 1982-1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატები მაშინ აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა იყო ფეხბურთში, ხო? რომელიც განმავლობაში იცვლებოდა კონცეფციას სამხრეთ ამერიკიდან შემოდიოდა ევროპაში სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი. ის ყველა ფეხბურთელი 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარული ბრაზილიის ნაკრები,
ხო ტელე სანტანას პერიოდის იგივე არგენტინის ნაკრები, თუნდაც შემდეგში ურუგვაის ნაკრები. თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო ევროპელებისთვის უცნობი, მაშინ არ იყო იმ დონეზე, ხო განვითარებული. კი ბატონო. რომ თქვათ იქ ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის ეცქირათ ხალხს იქ ფეხბურთელები აღმოეჩინათ. ხო, ნუ ასეთი სკაუტების ასეთი ქსელიც არ იყო და ასე შემდეგ. ყველა ფეხბურთელი ბრაზილიელი, არგენტინელი თამაშობდა შიდა ჩემპიონატში, თითო ორო და გამონაკლისის გარდა, რომლებიც ევროპაში შემდეგ წამოვიდა მარადონა იგივე ვთქვათ, ხო? ევროპაში და ვთქვათ სხვა იგივე სერეზო იყო კი ხასუდათ ვერ ვიხსენებ ყველა ფეხბურთელს. ანუ ისინი შიდა ჩემპიონატში თამაშობდნენ ეროვნულ ჩემპიონატებში. ეხლა პირიქით არის, ანუ ეხლა ევროპიდან შედის უკვე ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებთა ძირითადი ბირთვი არიან ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები. იმიტომ რომ ზოგადად ბრაზილიური იგივე არგენტინის, ურუგვაის ან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ფეხბურთელებიც ზოგადად მოილტვიან იმისთვის, რომ ევროპაში ითამაშონ, იმიტომ რომ ანაზღაურება მეტი აქვს. შესაძლებლობა მეტია და ფაქტობრივად გამორბიან არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ნუ აქ მართლა შეუძლიათ ფინანსურადაც ხეირობენ და თვით რეალიზაცია ხდება, მაგრამ მას შემდეგ რაც მესი გადავიდა თქვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საფეხბურთო ჩემპიონატის დონე მესის, ბექემის და სხვების წყალობით მაღლა აიწია, ხო? ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ძალიან ბევრი იქვე რჩება ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა რა თქმა უნდა იქ არ არის ისეთი ფინანსური ბიუჯეტი და ისეთი შესაძლებლობა, როგორც ევროპაში. თუმცა, ასე ვთქვათ, ბალანსისთვის ეს შესაძლებლობაც არის და მე მგონია, რომ MLS-ი კიდევ უფრო განვითარდება. მაგას ამბობდნენ MLS-ი 94 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ისიც კი იყო, რომ ამერიკელებმა გამოთვალეს, როგორ უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონიო და მიიღეს, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდაო, აღარ მახსოვს ახლა, რომ 2000-იანების შუაში, რომელიღაც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. ანუ ის გამოთვლები იქ როგორ ბავშვთა სკოლები კარგი და ნახეთ რომ არ არის ხო არ არის ეგ ამერიკაში ამერიკული ფეხბურთი მაინც ყოველთვის მაღლა იდგება ვიდრე ჩვენთვის კლასიკურად აღქმული ფეხბურთი უბრალოდ მე დონის ამაღლებაზე ამბობ და თორე ეს ევროპელები რომ ამერიკაში მიდიან ეს არ ახალია ადრეც იყო ეს იგივე იმ დღეს ვუყურებდი აღარ მახსოვს რომელ არხზე იყო ფრანც ბეკენბაუერზე იყო ბეკენბაუერის კარიერის მიმოხილვა იყო და როგორც წავიდა ბოლოს ამერიკაში ნიუ-იორკ კოსმოსში მაგრამ ამ ლოგიკით ახლა აზიური სამყაროც ძალიან დიდი ცენტრია მიზიდულობისა არაბული სამყარო რომელმაც თავისი ფინანსური შესაძლებლობებით ბევრი მიიზიდა და მაგნიტი არის ეს ასე ვთქვათ ფეხბურთელების ისევე როგორც აზიაში ვთქვათ ჩინეთისკენ მაგრამ იქით რაოდენობრივად ნაკლები და გარდა მიზიდულობისგან თავისკენ საუდის არაბეთი იქნება თუ სხვა ყატარი თუ სხვა აზიური ქვეყნები მათი ფინანსები ძალიან სერიოზულად არის ევროპულ ფეხბურთშიც მათ შორის PSG ამის ხილული და მაგალითია ხო ну арабები ну აზიაში ზოგადად ეს აღმოსავლეთ მოდი ერთი ეს მოცულობითად გულისხმობ ჩინეთიდან არაბეთის ნახევარი კუნძულით დასვლებული უბრალოდ ლამინიალმალი ვახსენეთ იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ სტატისტიკით ყველაზე მეტად სტატისტიკური მონაცემებით ევროპაში პირველია რომელიც მუდმივად მიდის წარმატებულ დრიბლინგზე და ამითი ლიონელ მესისა თუ რონალდუს ეწევა კი არა და უსწრებს მე კიდევ ერთი მქონდა ფეხბურთზე შენ რა ბუდუ ზივზივაძის ტრავმასთან დაკავშირებით ხო და რამდენიმე ხანი სამწუხაროდ ვერ ითამაშებს კი ორი კვირა ვერ ითამაშებს მაგრამ იყო უფრო ვარაუდი რომ ტრავმა უფრო სერიოზულია მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოჩნდა ასე ორი კვირა გამოტოვებს ბუდუ თამაშებს იმკურნალებს და შემდეგ იმედია ისევ ფორმაში დაბრუნდება და შეძლებს რომ ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და არ იყოს მხოლოდ ჯოკერი. საათასო მატჩები იყო თითქმის მთელ ევროპაში ინგლისის გარდა ლივერპულმა კვლავ მოიგო დერბი მოიგო თანაქალაქური ევერტონს და ფაქტობრივად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მორიგი ჩემპიონობისკენ. კიდევ ერთი დერბი გველოდება დღეს ბრიტანული და სანამ მას ვისაუბრებთ, მე მგონი უნდა გამოვეხმაუროთ იმ მდგომ ერთი წუთი გვაქვს ხო? იმ ამბავს, რომელიც ექსტრავაგანტულობის კუთხით თურქეთის ჩემპიონატში ჟოზე მაურინიომ მიიტანა და შეიტანა. რაღაცა არ ვიცი, ფსიქოლოგიურადაც როგორც ჩანს უჭირს ან რთულად დაისახმე ან ვერ. აი ბარსელონასთან გახსოვს ხო ტიტო ველანობა თვალში რომ ადაკაცი ეხლა ცხვირზე მოუჭრა მეტოქე გუნდს მოკლედ მისი გუნდი დამარცხდა ანგარიშით 2-1 და თვითონ ცხვირის მოჭერაში მოიგო ანგარიშით 1-0
ანუ მეტოქი გუნდის გალათასარაის მთავარ მსნელს ბურუქს აურო თითქოს რომ წყნარდებოდა სიტუაცია. შელაპარაკების მე მეგონი როცა იმან ზურგიში აქცია არაფრად ჩააგდო და ის მივიდე და ცხვირში წაავლო ხელი და ნუ მე მგონი ის მივხვდა რომ ამასთან ჭილის სიტყვიერი ჭილის გაგრძელება არ ღირდა და გარიდება ამჯობინა მაგრამ ამან რაც შეიძინა და ვერ მოთოკა თავი გალათასარაის მწვრთნელმა ასე ვთქვათ როგორც ფეხბურთელები ირჯებიან ხოლმე ბჭყალებში სწორად იმისთვის რომ საჯმა ყურადღება მიაქციოს მე მგონი გადამეტებულათაც კი იწვა მინდორზე და მე ხა დაიწყო ჟოზეს ზევნა თუმცა მე მგონია რომ ჟოზეს ალბათ ჟოზე მორიგ ჯარიმას ვერ აცდება ეს მინიმუმ თუ დისკვალიფიკაციასაც არა რამდენიმე მატჩიანში და ალბათ ასეც უნდა მოხდეს იმიტომ რომ თავისი გამოხდომები ცნობილია ხო ინგლისში ჯერ კიდევ ჩელსის პერიოდში ეხლა კანონია შეულებრივი რომ ვალდებულია ყველა მსმენელი თამაში დასრულების შემდეგ გამოცხადებს ეს კონფერენციაზე თუ არ გამოცხადდება არის ფულადი ჯარიმა და არ ვიცი უბრალესობა მატჩების შემდგომი პრესკონფერენციისა როცა გუნდი ვერ იგებდა ხო როცა მარცხი იყო და გადავიხდი ფულს არ არის პრობლემა და იხდი და ეხა იქ რაღაც გამისთვის ზესუმზირის ფულია ზესუმზირის ფული 3000 თუ 4000 ფუნტი სტერლინგი მილიონერის არაფერი არის მაგრამ კანონის არღვევაზეა საუბარი გასაგებია და არა ეს მისი ექსტრავაგანტულობა და მე რა ჩვენ ახლა გვარდიოლა ვახსენეთ და გვახსოვს პერიოდი როცა გვარდიოლა და ჟოზე მაურინიო ორივე იყო აი ბარსელონა ნარა მე ვიხსენებ ბარსელონა სამწვრთნელო შტაბში იყვნენ ორივეს დიდნე როგორც მომავალ მწვრთნელებს და საბოლოოდ აქცენტი უნდა გაეკეთებინათ რომელს დაიტოვებდნენ და მაშინ ჟოზე არ დაიტოვეს და აი გაუგებარი იყო ბევრისთვის რატომ და აი მე არაერთი მასალა მაქვს წაკითხული რომ სწორედ აი ეს ხასიათი ადამიანური ხასიათი ეგოიზმის ნაკლებობა და საქმეზე აქცენტირება და არა ნარცისიზმზე აქცენტირება ჟოზე მორინიო ფაქტორია თარჯიმნის მოვალეობა ხო აი ამიტომაც თქვენს უარი ჟოზეზე და პეპზე გააკეთეს აქცენტი რომელსაც ისედაც რომელიც ისედაც შინაურ კედლებში იყო სიმბოლო იყო კაპიტანი გვანიშნებს ანდრო რომ უნდა დავასრულოთ რომ უბრალოდ ჩვენ ჩელსი ვახსენეთ და ჩვენი დიალოგი დავასრულოთ დღევანდელი დერბით. დღეს საღამოს გაიმართება მნიშვნელოვანი მატჩი, ლონდონური დერბის მომსწრენი ვხდებით, ჩელსი ტოტენჰემი. ამ შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს ეპოქის ჩელსი რო ყოფილიყო, ვიტყოდით რომ ფავორიტები არიან, საკუთარ ქალაქში თამაშობენ ორივენი, მაგრამ ლევანდელი ჩელსი უკვე ის არ არის. არც ტოტენჰემი არ არის, მაგრამ დერბი ისეთია რომ ორივეს აიძულებს გამოაცოცხლოს მატჩი მეტი შესაძლებლობა სპორტული ჟენი, იმიტომ რომ მით უმეტესი ბრიტანელი და ლონდონის მაყურებელი მათ მოდუნების საშუალებას არ მისცემს. დავასრულეთ ჩვენ სპორტის დილის მიმოხილვა, ხვალ დილის 9 საათი იქნება ის დრო, როდესაც კვლავ ვისაუბრებთ სპორტზე.